ბრუნდება დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელმაც შეაძლოა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღემდე არსებულ ვერსია შეცვალოს თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ დოკუმენტი ჯერ დეპუტატებს შემდეგ კი პროკურატურას გადაეცემა. როგორც კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა დღემდე არსებულ დასკვნებში ათეულობით უზუსტობა აღმოაჩინეს. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა გარემოება დროებითმა საპარლამენტო კომისიამ 363 გვერდიან დასკვნაში სრულად დასახა. 15 თვიანი მუშაობის პერიოდში კომისიამ 100-ზე მეტი მოწმე დაკითხა. დაკითხვების შედეგად საქმეში 70-ზე მეტი უზუსტობა გამოვლინდა. წინააღმდეგობები თავად მოწმეთა ჩვენებებში და ექსპერტთა დასკვნებშია. დროებითი კომისიის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ ახალი დოკუმენტით თვითმკვლელობა მკვლელობის ვერსიამ ჩაანაცვლა. Მათილდება თვითმკვლელობის ვერსია, რომელიც ერთადერთი ვერსია იყო პროკურატურაში აქამდე და შესაბამისად ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ეს იყო მკვლელობა. პრეზიდენტის ლიკვიდაცია რასაკვირველია იყო ედუარდ შევარდნაძის ინტერესებში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა. კომისიის ვარაუდით საეჭვო გარემოებებს შორის ყველაზე სკანდალური გვამზე არსებული მოტეხილობებია. თავის ქალის უკანა ნაწილზე 28 მცირე მოტეხილობა, ნეკნებისა და მენჯის ძვლის დაზიანებები. ქალაქ როსტოვში 2007 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა გრუნტის მასების ზემოქმედებასაც გამოეწვია. საპარლამენტო კომისიის წევრები კი თვლიან, რომ მრავალჯერადი მოტეხილობები წამების შედეგია. გამოურიცხავ გრუნტის ჩამოსვლას, არავის არის გატეხილი სასახლე არ არის. კედლები თვითონ სასვენებლის არის აგურით ამოშენებული, ბოქვენისა და მენჯის ძვლის ზედატოტის მოტეხილობა. არის გამოწვეული ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. კიდევ ერთი მთავარი დეტალი ნატყვიარია. ექსპერტთა დასკვნებით ნატყვიარის ადგილზე არ არსებობს არც ნახეთქები, არც ნამწვავი, რომელიც სტეჩკინის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ახლა ვამი წოლიერად მდგომარეობაშია და ტრაექტორია არის ზემოდან ქვემოთ. ახლა ახლა იარაღი უნდა აწიო ზემოდან ქვემოთ და მოახდინო მისი გასროლა, ეს ფაქტიურად შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ან სწორი ტრაექტორია, ან ქვემოდან ზემოთ. დოკუმენტის მიხედვით მოწმეები ვერ ასახელებენ ზუსტ დროს, როგორ ხდებოდა პირველი პრეზიდენტის გადაადგილება სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში. შეუსაბამოა ჩვენებები მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ამ გარემოებების გამო პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა პროკურატურას უკვე მომავალ კვირაში გადაეგზავნება. ჩვენ ვთვლით, რომ ამ დასკვნის გადაგზავნის შემდეგ თავი პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა იმ მოვლენას და იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დასკვნაში არის ასახული და კითხვის ნიშანია დასკვნა. პროკურატურაში გაგზავნამდე დასკვნას დეპუტატები გაეცნობიან. პლენარულ სხდომაზე კომისიის წევრებს ხვალ დღის მეორე ნახევარში მოусმენენ.